თუ შენ რამენაირად ამ ადამიანს არა მარტო ათქმევინებ რომ შენია, არამედ გააკეთებინებ ისეთ რამეს რომ ის უკვე არაშენი ვერ იქნება, შენი ძალაუფლება მტკიცდება. ამიტომ ძალაუფლებაში მოსვლა ძალიან ბევრ საშიშროებას შეიცავს. ძალიან ბევრ საშიშროებას შეიცავს. უნდა იყო ძალიან გონიერი, ძალიან დამჯდარი და ძალიან ბევრ რამეზე იფიქრო მომავალში რა მოხდება და უნდა გქონდეს გამოცდილება რომ ძალაუფლებაში ცოტა თუ ნილანალამად ვედროვ არ გააფუჭო საქმე ისე რომ მომავალში ესე იგი ვერ გამოასწორო ის შენი გაფუჭებული საქმე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და პასუხისმგებლობის არ განცდა კიდე ძალიან ბევრი ადამიანის ავადმყოფობაა. რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. მე ვიცი რა ძალაუფლებას, აი იგივე ასაკს, იცი? ეგეც ძალიან საინტერესო კვლევა იყო, რომელიც არის პირდაპირ მიბმული ჰორმონებთან, იცი? რაღაცა გარკვეულ ასაკში რატომ არის, აი არის ქვეყნები, რომელშიც რომელიღაც ასაკამდე პრეზიდენტი ვერ გახდები. რომელიღაც ასაკამდე პარლამენტის წევრი ვერ გახდები, იმიტომ რომ ეს ისე კი არ არის. რატო ცენზი კი არ არის, ეს არის სერიოზული, ასე ვთქვათ, დაკვირვების შედეგი. ამიტომ ეს იქცა კანონად, თუ ცენზი დავარქვათ. მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ ეს ცუდი კი არ არის. უბრალოდ ჰორმონები სხვა რამეს კარნახობენ გარკვეულ პერიოდში. გაიგე, ვერ გაჯენენ ადგილზე რა. ადგილს ვერ გაძებნინებენ, იმიტომ რომ შენ სხვა რამე გამოძრავებს. გადაწყვეტილებები გაქვს, სხვა მოტივები გაქვს. გადაწყვეტილების მიღებას უნდა კონცენტრაცია, უნდა ერთ ადგილას ჯდომა, უნდა კითხვა, უნდა ფიქრი, უნდა დაკვირვება, სმენა. ეს იგი რამდენი რამე ეს გორმონები უარყოფითი გამოცდილება უნდა, რომელიც შენი კანით შეიძენე. რამდენად არის თქვა აი ქცევებთან და იმასთან მივედით და აი PR ტექნოლოგიებში რამდენად არის თქვა ჩადებული ის როგორ უნდა მოიქცეს თქვა კონკრეტული ადამიანი. მე ვამტკიცებ რომ PR ტექნოლოგიების საფუძველი არის ფსიქოლოგია. კი. ეტიკეტი, ჟესტიკულაცია, ჩაცმულობა. შედარებით ისეთი მომენტებია. ეს არის როგორიც ეს რა თქმა უნდა. მე მიჩნდება ესეთი, იმიტომ რომ ხანდახან ერთი და იგივე მოვლენაზე გამოდის რამოდენიმე გამომსვლელი და ლაპარაკობს ერთ და იგივეს, ну რა თქმა უნდა, შედასწორება. არა, თქვათ ერთი აი თქვათ ავიღოთ რაღაც მოვლენაზე, რაღაც მოვლენა მოხდა, თქვათ ესეთი რომელიც რაღაც იმ დღის ნიუსია, როგორც უძახიან და გამოდის თქვათ ერთი გუნდის რამოდენიმე ადამიანი, წევრი. და შინაარსი ერთ და იგივეა იმის მიხედვით, მაგრამ რამოდენიმე ფრაზა არის ზუსტად ერთ-ერთი და იდენტური. ანუ აი ესეც შეიძლება ხდებოდეს ეს რომ დაგემგმის შედეგი თქვათ რომ აი რაღაც თითქოს აი ირონიული რაღაცა აი თქვათ რაღაცაზე იყო აღარ მახსოვს ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ მაგრამ აი სამმა გამოსვლებმა ერთი და იგივე იუმორით ვითომ რაღაც სამმა ერთი და იგივე ტექსტი გაიმეორა. აუცილებლად დაგეკმილი. მაგრამ ცუდად შესრულებული თუ ერთი და იგივე ფრაზას ამობენ. ფრაზა უნდა იყოს აუცილებლად მე ჩემგან გამიკვირდა მაგრამ თვითონ სადღაც ერთად აზრი უნდა იყოს არ იყო ეს რაღაც ხარტი რაღაც გონიურ מחვილული რაღაც გამონათქვა რაღაც გარკვეული შესრულება ნუ ეხლა მე როგორც სახიობი როგორც ყველაფერს ინგლისურად ეძახიან ამას message box და კიდევ ზიან და message box შეიმუშავებენ message box-ზე რაღაცა ყუთი სადაც ეს მესიჯები არის. ეს მესიჯები უნდა გაიმეოროს სულ ყველამ უნდა გაიმეოროს ეს მესიჯები. ხანდახან შეუთანხმებულობა ხდება და ზუსტად ერთი და იგივე ფრაზებით იმეორებენ იმ მესიჯებს. ეს არის უშენია, ეს არის შეცდომა ამათი. თორე ისე აზრი ერთი და იგივე უნდა თქვას, იმიტომ ეს აზრი აზრი გასაგებია მეთქი, მაგას ვიძახე, აზრი გასაგებია რომ ერთი და იგივე უნდა თქვას, მაგრამ მე რო ხედავ რომ სადღაც ერთად ნალაპარაკები აი სუფრ ანეკდოტი რომ მოვყვე სადღაც და ის იგივე ანეკდოტი იმავე ფრაზებით და იმავე ინტონაციებით გაიმეოროს სხვა სადღაც. ის თქვა ჩემი მე ისე ძალიან უტრირებულად კარგი დაგეგმა ასე ადვილად მიხვედრადი არ უნდა იყოს.
ეს ჟესტები, ესენი, ესეც ხო, ნუ ესე ისწავლობენ, ეს არის სპეციალური ტრენინგები, რომელსაც გადიან ყველა პოლიტიკოსი როგორც წესი ამ ტრენინგებს გადის, მაგალითად ის რომ ეხლა მე სულ მიკვირდა ხოლმე რომ ესე იგი ამერიკელები პრეზიდენტობის კანდიდატები ხშირად უყურებდი ხოლმე სპეციალური ასე ვთქვათ ვიდეო მასალა არსებობს და ნუ ხანახან ეს მე ნახე სახელმძღვანელოში ეს არის რა აი ცხვირს რო იმას იზავს ყუნწ რაღაცა ეს არის გაჩვენებს რომ და ტრენინგის დროს ეუნები ადამიანს რომ ხაი ხანდახან ესეთ რამე გააკეთე იმიტომ რომ შენ ადამიანი შენ თავისუფალი ხარ იცი რა შენ არ ხარ დაძაბული რა აი ესეთ რაღაც პანტო მიმიკის ესე იგი ელემენტებს იყენებ არა ეს კიდე სხვა რამეს ნიშნავს აი ესეც სხვა რამეს ნიშნავს ჩქარა ესეთ რამეს გააკეთებ ესეც შენს გააკეთებ ეს ნიშნავს ხას უსვავ შენ ამას თქვენ თუ დააკვირდეთ ესე იგი იყო ხოლმე ესე ხელს აი ეს არის ხაზგასმა რაღაც გარკვეული ფრაზის და ამას ყველაფერს სწავლობენ და რაც მეპი ისწავლის ამას უკეთესია მაგრამ თავი არის სწავლო ცუდი ადვილია გაიგე როდესაც შენ იცი შენ ადვილად ხსნი ამ ამოცანებს და მე ხან მგონია რომ აი ძალიან ისე არის ეს გაკეთებული აი მიმბაძველობითაც არის ეს არის თქვა გააზრებული იმის ნამუშევარი მიმბაძველობით არის ზოგი ამერიკულად მოქცევა ანუ რაღაცა თან არ იქნა ადაპტირებული ჟესტიკულაციას ავიყენებენ ხშირად არა შინაგნებული თუ არ არის არა ამერიკელებს აქვთ ეს რაღაცა მე მახსოვს აი კენედის დროინდელი კადრებს რო ანახებენ იქ აი რაღაც თავისი ის ქონდა იმ კაც მომხიბლელობა და თავისი რაღაცა დამაჯერებლობა თავის გამოსვლებში და ცნობილი ფრაზებია დღესაც შემორჩენილი მისი რეიგანის თქვათ ჟესტიკულაცია კლინტონის და ასე შემდეგ რა აი მე რატომღაც მგონია რომ აი ამ ფილმებიდან რაღაც ასოციაციებს რო უყურებ ეს თქვათ გადმოტანილია ეს აი ძალიან ხშირად შემიმჩნევია ესეთი ლაპარაკი ეს ხელი და ხედავ რომ ეს რაღაც აი ჰაერშია უბრალოდ ამის ჰაერში მოძრაობა ხდება ანუ კალკი ხდება რაღაც ცუდი ტონია რა რაღაც ჩემ ხო როცა რაც არის ბუნებრივი ყველაფერი ცუდი ტონია და ცუდი მისაღებია მაგრამ აი რო ახსენეთ აი ჟურნალისტებზე რო რაღაც კი ეს არის ხაზგასმა და ესე იგი დამტკიცება რომ მე ვარ ძლიერი და მე დავიცავ ნამდვილად დავიცავ ეს მაგის მაჩვენებელია მაგრამ ეხლა მეორე მომენტს გეტყვი რომ გამოვიდა რამოდენიმე წიგნი სხვა შორის ქართულადაც გამოვიდა თარგმანი აი მოძრაობები, დამარწმუნებელი, მიმიკა და პანტომიმიკა ესეთი გამოსულებში, ეს წიგნები გამოსულია და ეს ხალხი კითხულობს როგორც ჩანს ესე ამ წიგნებს. ამის გარდა რომ კითხულობს, არსებობს უამრავი საქართველოში არსებობს ძალიან სერიოზული ტრენინგ ცენტრები, ტრენინგ კომპანიები, რომელიც ამაში კომუნიკაციის სისტემებში ისეთი ამ ტრენინგებზე არ გადიან, თუ ყველას გავლილი აქვს, მე უფრო მეტი ვიტყვი. და ეს ტრენინგები საკმაოდ ძვირი სიამოვნება, ესე იგი საათი ღირს მე მგონი სადღაც უკვე 200 ევროსავით ევრომდე ღირს 1 საათის ტრენინგი კომუნიკაციის კი და სხვადასხვა ტიპის ტრენინგები. ეს არის ძალიან ეფექტური. ეტიკეტსაც ასწავლია. მეტყველებას, ეტიკეტს, კომუნიკაციას და ყველაფერს, საჯარო გამოსვლების სპეციფიკას. პრეზიდენტს აი ეტიკეტის რა დადიოდა ტრენინგზე და ცოდნით არის და თუ დაურღვევია და თუ შეგიმჩნევიათ რომ დარღვეულია ეს საერთოდ არაორდინარული ადამიანია. მე ესეთი თვალსაზრისით ესე ეტიკეტის თვალსაზრისით არ შემიხედია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე ხდება აპელირება ხოლმე ძალიან ხშირად, აი მაგალითად აი იმპულსურობაზე. მე არ მინდა რომ თქვა ეხლა კონკრეტულად თქვა რომ აი ეს გააკეთან, ეს არ გააკეთან, როგორ გააკეთან, მაგრამ აი